გაფართოებული საეკლესიო კრება სამებაში ჩატარდება. ამის შესახებ სინოდის ხდომიდან გამოსულმა მეუფე ილარიონმა განაცხადა რამდენიმე წუთის წინ. საპატრიარქოში შეხვედრა ისევ მიმდინარეობს, მსჯელობენ საორგანიზაციო საკითხებზე, სანამ პატრიარქობის კანდიდატების გამორჩევა მოხდება. სინოდის წევრები განიხილავენ მეუფეების გარდა კიდევ ვინ იქნებიან კრების მონაწილეები. ხდომა საპატრიარქოში 12 საათზე დაიწყო. ნათია ქენქაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ და დამატებით დეტალებს ველოდებით შენგან. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სინოდის ხდომა იმართება საპატრიარქოში ბოლო წლების განმავლობაში. ჯერჯერობით მედიას ამ დრომდე არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია დასრულდა თუ არა მღვდელმთავრების შეკრება. ეს მოლოდინი რომ ხდომა დასრულდა გაჩნდა დაახლოებით 3 საათის წინ, როდესაც ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ დატოვა საპატრიარქოს შენობა კომენტარის გარეშე, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხდომა შესვენების შემდეგ ისევ გაგრძელდა. რამდენიმე წუთის წინ დატოვეს საპატრიარქოს შენობა მეუფე იობმა და მეუფე ილარიონმა. მეუფე იობს არ გაუკეთებია კომენტარი მედიასთან, მეუფე ილარიონი კი მოკლე განცხადებით შემოიფარგლა და როგორც მისი განცხადებიდან გავიგეთ, დადგინდა გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარების ადგილი და ადგილი იქნება დედაქალაქში სამების საკათედრო ტაძარში. აქ გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელმაც ახალი პატრიარქის არჩევაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტოს ვინ იქნება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის 142 წინამძღვარი. როგორც მეუფე ილარიონმა განაცხადა, მედიასთან იყო საუბარი გარკვეულ საორგანიზაციო საკითხებზე, მათი ნაწილი შეთანხმდა, ნაწილზე ისევ მოუწევთ სინოდის წევრებს, რომ შეიკრიბონ, თუმცა როდის ეს ამ დროისთვის ჯერჯერობით არ არის გარკვეული. როგორც თუ დავეყნობით მეუფე ილარიონს, დღეს არ ყოფილა მსჯელობა განათლების საკითხის დასაზუსტებლად. ანუ მართვა-გამგეობის დებულების იმ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საპატრიარქო კანდიდატს უნდა კონდეს საღვთისმეტყველო განათლება და ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მედიასა და საზოგადოებაში იყო კითხვები, იქნება თუ არა გარკვეული გამონაკლისი დაშვებული იმ მღვდელმთავრებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საღვთისმეტყველო განათლება. როგორც მეუფე ილარიონი ამბობს, ამას საუბარი არ შეეხებია. მისი თქმით, იყო საუბარი ასაკთან მიმართებაში, თუმცა საბოლოო შეთანხმებული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რაც შეეხება ასაკს, მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს 40 წელზე მეტის და არა უმეტეს 70 წლისა. თუმცა მოხდება თუ არა იმ კანდიდატების დაშვება, რომლებსაც 70 წელი შეუსრულდათ, მაგრამ ჯერ 71 წლისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე უნდა შეთანხმდეს სინოდის სავარაუდოდ ხმათა უმრავლესობით და ეს გადაწყვეტილება, როგორც მეუფე ილარიონი ამბობს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მღვდელმთავრებს დღეს არ მიუღიათ. დადასტურებით არის ცნობილი ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში ვერ შევა ვერანაირი ცვლილება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გაფართოებული საეკლესიო კრების ფორმატში და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ. შესაბამისად, ამ კრებას მოუწევს იმ დებულების თანახმად ჩატარება ყველა წესის გათვალისწინება, რომელიც 1995 წელს არის დაწესებული მე-13 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე. მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრება, როგორც გითხარით, გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში, თუმცა თარიღი არ არის ცნობილი. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ კიდევ შეიკრიბება სინოდი უკვე კანდიდატების გამოსარჩევად და სავარაუდოდ სწორედ ამ ხდომაზე უკვე დადგინდება გაფართოებული კრების თარიღიც. სინოდის ხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხების შესახებ. კონკრეტულად რა საკითხები იყო? კონკრეტულად იყო საორგანიზაციო საკითხები, რომელიც შემდგომ სინოდზე უნდა იყოს კიდევ განხილული და საბოლოოდ იქნება მერე კანდიდატების გამორჩევა. დადგენილება შეიცვალა ცვლილებების შემდეგ? დადგენილება არაფერი არ შეიცვალა, ეს არ შეიძლება, იმიტომ ეს გაფართოება გაერთიანებულმა უბრალოდ კრებამ უნდა შეცვალოს, ოდესაც ახალი პატრიარქი იქნება. 70 წელზე რა დადგინდა? ჯერჯერობით არაფერი რჩება, ეს იქნება სამჯელოსაგან ისე და ამას მერე კიდევ უნდა შეიკრიბოთ? შევიკრიბოთ აუცილებლად. არ ვიცით აბა. განათლების ნაწილზე რაზე შევა? ნელა, კაცო, ნელა, რა ეს არ ყოფილა განათლების საკითხი. სად უნდა გაიმართოს გაფართოებული ხდომა, რაზე შევა? და დღევანდელი ხდომა სამების საკათედრო ტაძარში. გაიგეთ. იქნება თუ არა საჯარო? საჯარო იქნება? ამ წუთებში საპატრიარქოს შენობა დატოვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ის გააკეთებს მედიასთან კომენტარს და გარკვეული ინფორმაცია სინოდისზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გახდება ცნობილი, თუმცა საბოლოო ინფორმაცია უკვე მოცემული იქნება განჩინებაში, რომელიც სავარაუდოდ დღესვე გამოქვეყნდება. მადლობა ნათია ქენქაძე საპატრიარქოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.